კარგად თამაშობს თავისი პარტნიორების დაზღვევაზე ბაბა ბურთი აართეს. შესანიშნავი მომენტი. ეხლა მატუკი მწვერვალზე გადაცემა გააკეთა. პარტნიორის მისამართით ეს ნიკოლას კაპანაძე იყო, რომელიც ერთი დარჩა მეგარი ჩიკაშვილასთან და ჰოთელმა ფორმარდმაც არ დააყოვნა ამ ჩინებული კომბინაციის შედეგიანად დასრულება. ასე რომ თამაშის 39 წუთზე ფოთის გოლხეთმა ანგარიში გახსნა, მატუკის გადაცემით ბურთი ნიკოლას კაპანაძემ გაიტანა. საჯარიმო და შესანიშნავი გადაცემა გააკეთა ეხლა ტიმო ლოკომობი პარტნიორის მისამართით, შემდეგ მეტუკი პირისპირ გამოვიდა თუთზე პოზიციები გაცვალეს ნიკოლას კაპანაძემ და მეტუკი. ამჯერად ნიკოლას კაპანაძემ ცილებული გადაცემა გააკეთა მეტუკის მისამართით, პირისპირ მეგარესთან გაიყვანა იგი და ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმით ანგარიში 2-0 გახადა. მოგახსენებთ ნიკოლას კაპანაძე პირველ ნახევარში, ხოლო მეორე ნახევარში მატუკი ძალზე სახიფათო შეტევა სტუმარი გუნდისა, აქ ასკარად ჩავარდა ფოთელთა დაცვა და შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ქოქოსაძემ ზუსტი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, ანუ გაძაბა შეხვედრა ანგარიში გახდა 2-1 ფოთელთა სასარგებლოდ. აშკარად უყურადღებობა იყო გამოჩენილი ახლა მასპინძელთა დაცვის ხალხში და ქოქოსაძემაც ერთი ბურთი გაქვითა. გაჩულია, ნახოთ რა გასწრო მეტოქეს. ეხლა შეიძლება კარგი პასის გაკეთება. ნახოთ რა სიზანს გაჩულია. კარგი პასი გაკეთება. კომბინაცია ბანკამი გოლი დასრულდა მეტოქის გასწრო. ფილიპინები კაცის მიერ კომპენსირებულ დროში არცერთ ფეხბურთელს არ გაუგარბოთ განჯით. ვიტო პაჩულიას და ვაკო ავალიანს. სანდრო ავალიანს მაბადეთ. 3-1 ფოთელთა სასარგებლოდ და თამამად შეიძლება უკვე ითქვას, რომ ფოთის გოლხეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა წლევანდელ ჩემპიონატში. დაამარცხა რა დუშეთის არაგვი 3-1 ანგარიში